ტერიტორია შემოვსაზღვროთ. დანაშაულის ადგილზე ვერ შეცვლოს ვერავინ შესვლა. 1907 წელი, სოფელი წიწამური, რაც ვიცით, მოკლეს ილია ჭავჭავაძე. კარგი მეგობრებო, დავიწყოთ რა გვაქვს აქ ხან. ვერ შემოხვალთ რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პრესცენტრს მიმართეთ. ცენტრი და ჯანდაბა. მე არ ვიცი ვის მოუვიდა აზრად რომ 6 წლის შემდგომ რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინათ. როგორც ჩანს არ არსებობდა აქამდე პოლიტიკური ნება რომ გამოეძიებინათ იმ ადამიანების დანაშაულები რომლებიც 20 ივნისს სისხლიან დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. არ არის გამორიცხული რომ წიწამურის გზაზე სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო იმისათვის რომ გაიგონ ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე. რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი და ვინ არიან ადამიანები რომლებმაც ჭავჭავაძის მკვლელობა გეგმეს.